გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას თაქ-შოუს ეთოქზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილით მიმართა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი-დი ვენსს. ამ წერილის სათქმელიც და სულისკვეთებაც იყო ყველაზე სუვერენული, დამოუკიდებელი და თანასწორ უფლებიანი სახელმწიფოს ლიდერის მიერ გახმოვანებული სახალხო პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციას აქვს სრული თანხვედრა იდეოლოგიურ ფლანგზე, შიდა თუ საგარეო პოლიტიკის ბაზისებზე, მიუხედავად იმისა, რომ რასაც უკვე მესამე წელია ჩვენი ხელისუფლება აქტიურად და ღიად აკრიტიკებს, რასაც ებრძვის და როგორ კანონმდებლობასაც ქმნის ზუსტად ანალოგიურის დაპირებით მოვიდა ხელისუფლებაში დონალდ ტრამპი და დაიწყო რიგი დაპირებების აღსრულება. იქნებოდა ეს არასამთავრობოების დახურვა, დაფინანსებების შეწყვეტა, უცხო ფულის გამჭვირვალობის გამკაცრება, ანტი-LGBT კამპანია, ევროკავშირის კრიტიკა თუ Deep State-ის მთავარ მეტოქედ გამოცხადება, როგორც ტრამპისვე თქმით, ან ის დაამარცხებდა Deep State-ს, ან Deep State-ი გაანადგურებდა ამერიკას. ამ ყველანაირი თანხვედრის მიუხედავად და ქართული მხარისაგან არაერთი დიპლომატიური მცდელობის მიუხედავად, მაინც ნულოვანი კომენტარი კეთდება ტრამპის ან მისი ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირების მიერ. პირიქით, კლოუნი კონგრესმენები ჯო ვილსონის თამადობით აინიცირებენ ეგრეთ წოდებულ მეგობრობის აქტს, სადაც ღიად მწრობას უცხადებენ საქართველოს და სანქციებით ემუქრებიან ხელისუფლებას. ბატონმა კობახიძემ, როგორც ქვეყნის ღირსეულმა ლიდერმა და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებულმა ხელისუფალმა, ღია წერილში ისიც შეახსენა ამერიკის ხელისუფალს, თუ რამდენად დიდია საქართველოს მიერ გაწეული დახმარება ამერიკისადმი. ჩვენი ჯარის ჩართულობა ამერიკის საომარ კონფლიქტებში, რომელთაც არაერთი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა. თუ ამერიკამ ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოში ფული დახარჯა, რომლის უდიდესი ნაწილი NGO-ების და გასული 4 წელი პირდაპირ რევოლუციების დაფინანსებას ხმარდებოდა, ჩვენმა ქვეყანამ მათ სასარგებლოდ არაერთ კონფლიქტსა და წვრთნაში მიიღო მონაწილეობა და სისხლით დაეხმარა მათ. ამიტომ არც ამერიკას და არც სხვა დიდ და ძლევამოსილ სახელმწიფოს არ აქვს უფლება ზევიდან გვიყუროს როგორც მესამე ხარისხოვან ქვეყანას და ყველა ვალდებულია მოგვიდნენ როგორც თანასწორ სახელმწიფოს. ბოლო-ბოლო იმ ცნობილი ფოლკლორული გამონათქვამისა არ იყოს, თქვენი ქვეყნის ისტორიის წლოვანების ხეები გვაქვს ქვეყანაში. იმედია დონალდ ტრამპი მოახერხებს Deep State-თან გამოცხადებულ ბრძოლაში გამარჯვებას და ის არ გახდება ახალი მარიონეტი პრეზიდენტი, როგორიც იყო ჯო ბაიდენი. პარლამენტში მიმდინარე საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ირაკლი ოქრუაშვილს გირაო დააკისრეს. ამ ჩმორმა ვაჟბატონმა გირაოს გადახდაზე დემონსტრაციული უარი განაცხადა, რის გამოც პატიმრობა მიესაჯა. ახლა ოპოზიცია და მათი აქტივისტები და მედიები დაიწყებენ მისგან მორიგი ფსევდოპოლიტპატიმრის გამოწერწვას. რეალობა კი ისაა, რომ ყველა ადამიანი, რომელიც უხეშად არღვევს კანონს, უნდა იქნას გასამართლებული. ესაა დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპი. ამ გარემოებას მორალურად კიდევ ის ამძიმებს, რომ საგამოძიებო კომისია, სადაც გამოცხადებაზე უარი განაცხადეს ოპოზიციის აგენტურამ, განიხილავს ნაცების რეჟიმის უსასტიკეს დანაშაულებს და ყოველ ჯერზე ყოველი ახალი მოწმის ისტორია ერთი მეორეზე სულიშემძვრელი, არაადამიანური და ძალადობრივია. მეგის ხარდავამ და ყოხტა კოდუამ დედაჩემს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ადამიანი ისე ცემეს, რომ ადგილზე მიაღებიეს ინსულტი. ამ ადამიანების და მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების და სამართლიანობის დაცინვა და შეურაცხყოფაა, როდესაც ოპოზიციური შანტრაბა ბედავს და უარს აცხადებს ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემაზე. ესენი სულ ყველა გააშიშვლეს და კარანტინის დაშლაში მოაყოლეს ჩემი მეუღლეც, უკვე ასაკოვანი კაცი დაახლოებით 60-61 წლის იყო უკვე მაშინ. უმოწყალოდ ცემეს ადამიანი, რომელიც დღეში 4 ჯერ ინსულინს იკეთებდა. ამიტომ ოქრუაშვილს მალე ნიკუტა გვარამიაც უნდა მიუსვან ციხეში, რადგან ეს უკანასკნელიც უარს აცხადებს გირაოს გადახდაზე და მისივე რეჟიმის შექმნილ ადამიანურ ტრაგედიებს აბუჩად იგდებს. ამიტომ გაემზადეთ ვაჟბატონებო და ქალბატონებო, ვინც ასეთ ცდილობთ სამართლიანობის აღდგენას ხელი შეუშალოთ და განადგურებული ოჯახების და ადამიანების ტრაგედიებს ხილიკით უდგებით, ყველას ის მოგეზღვებათ, რასაც სამართლებრივად იმსახურებთ. მერე იკივილებთ ბევრს პოლიტპატიმრები ვართო, რომ ევროპელ და ამერიკელ პატრონებს მეტი პული გამოართვათ და მათთან თავშესაფრები დაიბებოთ. მაგრამ ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს და ესმის. დღეს ამით გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირას, კვლავ ეთოქზე.